მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე, პალიტრა ნიუსის არხზე. დანიასთან დაპირისპირება გრძელდება უკვე მეორე დღეა, იცით რომ გუშინ ღია წერილის მიმართა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ლიდერებს რომ გამოეხმაურეთ დანიაში ასეთი ფაქტი რომ მოხდა პოლიციელებმა ხელკეტით ცემეს მომიტინგეებიო დღეს შალვა პაპუაშვილის ჯერი იყო უკვე იმიტომ ეს თემა ხوار უნდა ჩამოვივიდეს დაბლა ეხლა რამდენიმე დღე უნდა ატრიალონ ასე ვთქვათ გონიათ რომ ასეთ მაგარი თემა დაიჭირეს და შალვა პაპუაშვილი ამბობს დანიას ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ისტორია აქვს ჩვენ თავი უნდა თავისუფლოთ კომპლექსებისგან თითოს მეორე ხარისხოვანი ერი ვარ და სხვა ქვეყნებმა უნდა გვასწავლონ ევროპელებმა იქით ვასწავლით ყველასო თქვა ბატონმა პაპუაშვილმა მას არ ჩამორჩა მძიმე артиლერია ირაკლი ზარქუა რომელიც ყველაზე ისე დამრტყველი ძალა არის ბოლოს გამოიყვანეს ასე ვთქვათ პრემიერის წერილი იმ მსგავსობაზეა რაც ევროკავშირის სახელმწიფოში ხდება სად არის ჰერჩინსკი გამოდი აბა რაც დანიაში მოხდა დაგმობდა შენს დაგმობენ კოლეგები. ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია, რომ არაფერს წარმოადგენენ. ან ევროკავშირის ერთ მეუბნება, რომ არაფერს წარმოადგენო. გერმანიას დაესხა თავს გუშინ კახაკალაძემ. იცით რომ ზაარბრუკენმა, ქალაქ ზაარბრუკენმა, რომელიც 1975 წელს დაუმეგობრდა თბილისს, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს და ამდენი წლიანი ასე თქვა დამეგობრებული ქალაქები იყვნენ. ამის აღსანიშნავად ვორონცოვის მოედანს დღეს ზაარბრუკენის მოედანი ქვია თბილისში, იცით? აი ამდენი წლის შემდეგ ზაარბრუკენის ასე ვთქვათ საკრებულოში ქალაქის ასე ვთქვათ სათათბირო ორგანოში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ თბილისთან მეგობრობა გააუქმონ სწორედ საქართველოში არსებული დემოკრატიისთან დაკავშირებული მძიმე პრობლემების გამო, იმ კანონების გამო, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, რუსული კანონი იქნება თუ სხვა სადაც იზღუდება ასე ვთქვათ, რომელიც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. ნუ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ შეტანილია ეს ასეთი წინადადება და ნუ ამაზე კახაკალაძეს ჰქონდა ესეთი რეაქცია დიდი წერილი გაუგზავნა გერმანიის მთავრობას მიმართა და დაარქვა სამძიმრის წერილი და გერმანიას უსამძიმრებსო თქვენთანო თქვენ deep state-ის ასე თქვა დავალებით მოქმედებთო და აღარ არის გერმანია და ასე შემდეგ. ხა ციტატებს აღარ წავიკითხავ. დღეს პეტრ ფიშერი გამოეხმაურა კალაძის ამ წერილს გერმანიის ელჩი, მან თქვა რომ ზაარბრუკენის მერიას ყავს თავისი ქალაქს ყავს თავისი მთავრობა და ნუ ამასთან გერმანიის მთავრობა შეიძლება არაფერ შუაშია, მაგრამ გერმანიის მთავრობას წუხს ბუნებრივია საქართველოში არსებული ვითარებაზე. ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთო, თქვა პეტერ ფიშერმა, ნამდვილად ვერა ეს რჩევა შეგიძლია მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან, რომ სახელმწიფოს ელჩისგან განაცხადა პეტერ ჰერჩინსკიმ. ჩვენ პირველ სტუმარი იქნება რეზო აფხაზავა, თავისუფლების მოედნის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მივესალმებ მას, გამარჯობა, ბატონო რეზო. პაվել ჰერჩინსკიმ კი თქვა, რომ ასე ვერ ევროკავშირში ვერ შეხვალთო, ხო, როცა ეხა ევროკავშირის ქვეყნებს თავს ესხმით, უნებრივია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, უნდა კი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში შესვლა, რა შეიძლება დაგჭათ ამ ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე? არა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ხა ეს მე მგონი ცოტა უფრო რიტორიკული კითხვა, იმიტომ რომ არა, ოფიციალურად ამბობენ, რომ გვინდაო, ჯერ კიდევ გვინდაო. ხო, ჯერ კიდევ გვინდაო, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ შევიდნენ. რამდენიმე მცდელობა მათ ჰქონდათ, რომ ეს მაგალითად კანდიდატის სტატუსის მიღების დროს რომ რაღაცეები გაეფუჭებინათ ისე, რომ ჩვენ აქ ვცდენოდა ეს, მაგრამ ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გარკვეულწილად ნაბიჯები გადმოდგა ჩვენ სასარგებლოდ და საქართველოს სასარგებლოდ მიუხედავად იმისა, რომ ესენი რაღაცებს მნიშვნელოვნად აფუჭებდნენ, ხო, იქ მთავარი შეხვედრების წინ ადამიანები დაიჭირეს უკანონოდ და ასე შემდეგ. მაგრამ მე რომ დაინახეს, რომ ეს ევროპა მაინც წინ დგავს ჩვენთან ნაბიჯებს, უკვე სავარაუდოდ რუსეთთან აქვთ ეს ანგარიშვალდებულება, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპის კარი ჩაიკეტოს ჩვენთვის და ესეთი ტიპის განცხადებები, ასეთი ტიპის შეურაცხყოფა, რომელსაც ესენი აყენებენ ევროპელ ლიდერებს, ხო, ამ ევროკავშირის ლიდერებს მათ შორის, ხო, ესეც ემსახურება ამას. ეხა ჯერ ესეთი აბსოლუტურად
სასაცილოა ჩემი აზრით, ეხა დანიაზე საერთოდ ლაპარაკი, ხო? მაგრამ უბრალოდ ეს არის ეს ეხა კონკრეტულად რაღაცა დანიაში დემოკრატიის ხარისხი კი არ ადარდებთ. აქ არის ორი ძირითადი ამოცანა. ერთი რომ მათ საკუთარი დანაშაულებიდან რაღაცნაირად აქცენტი გადაიტანონ სხვა საკითხებზე და მეორე ეს არის რომ ისე გააღიზიანონ ევროპის ქვეყნები და ევროპის ლიდერები რომ გარანტირებულად ყველანაირი ურთიერთობა შეჩერდეს. თითქოს რაღაცა ცდელობა ქონდათ რომ არსებული თავისი წესები მაკრონს ხელი ჩამოართვეს ასე ვთქვათ. ხო, ამათ ქონდათ ცდელობა და საჯაროდ ამბობდნენ რომ აი ვიღაც დიქტატორებთან ხო თანამშრომლობთ და ამის ცდელობა ქონდათ რომ რაღაცნაირად ნორმალიზება მოეხდინათ, ხო? უბრალოდ თავისი პირობებით გაეგრძელებინათ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია საკუთარი ხელისუფლების ევროპის მხრიდან და ეს მიეღწია და როგორც ჩანს ამას ვერ აღწევენ, როგორც ჩანს კიდე რაღაცა იმპულსები მოდის იქიდან რომ ამათი საქმე კიდე გაუარესდება და შესაბამისად რაღაცნაირად ცდილობენ რომ ესეთი პრევენციული დარტყმები გააკეთონ, მაგრამ ეს არის ძალიან კომიკური ხა ხალხნუ რას უყურებთ საერთოდ, ხო? ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები არის პირდაპირ საკანონმდებლო დონეზეც და უშუალოდ მათი აქტივობის დონეზეც, ხო, არის ფეხქვეშ გათელილი, რომ ესე იგი დაწყებული ასაკოვანი ადამიანებით, სკოლის მოსწავლეებით, განათლების სფეროში ჩართული ადამიანებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებით, აგერ ბავშვებით, რომლებსაც წამალი ჭირდებათ, ხო, პროტესტის გამოთქმა, აზრის თავისუფლად დაფიქსირება, ამას ყველაფერს საკანონმდებლო არათუ ზოგადად რიტორიკის დონეზე ან რაღაცა სხვა გზებით აკეთებენ ამას. ამის ინსტიტუციონალიზაციას ახდენენ. ანუ ფაქტიურად ახდენენ აი ამ ავტოკრატიის კონსოლიდაციას, ხო, რომ მაქსიმალურად როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე მოქმედებით ეს ყველაფერი გააკეთონ. ხო, რომ ხარ წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სტუდენტს თავისი აზრის დაფიქსირების გამო საკუთარი უნივერსიტეტის წინ ბორკილებს, გოგოს დაადებს და ციხეში გაუშვებს, აი ამ კადრს რო შექმნის რა, აი ამ ვიზუალს რო შექმნის. იქ საერთოდ რაღაცზე არის ლაპარაკი, ხო? როდესაც გამოდის ეს და პრემიერ-მინისტრი და ცინიკურად გველაპარაკება პრემიერ-მინისტრი იმ გუნდის პრემიერ-მინისტრი, სადაც კორუფციაში ჩაიხრჩო მთელი მათი გუნდი, ხო? და ისეთი კლანური შიდა დაპირისპირებები იყო და იმ ხელა თანხებზე იყო ლაპარაკი, რომ თვითონ ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი და გამოვლინდა, რომ ესენი ჭამხრავენ აი ამ გადასახადის გადახვდელების ფულებს და გამოდის და აი ამ დამცინავი ტონით ლაპარაკობს, რომ თურმე ეს ფული მათ არ ეკუთვნით რა, ესე მარტივად ვერ გადაწყვეტდნენ ბავშვებს ეს ფული მიცენ თუ არა და საკუთარი თავებისთვის ხელფასების დას, მანქანების ყიდვას, მივლინებებში სიარულს და კაი ცხოვრებისთვის ამ ფულის მოხმარებას და მოპარვას და ტენდერების მოგებას და აი ამ მთელ უბედურებებს, ხო, რომ ეხა მაგალითად ტომოგრაფიის აპარატზე ფულის შოვნას სამხედრო ჰოსპიტალში ამებს ხო აკეთებენ. მუთაკებში ფულს ხო აგროვებენ და ეხა აქეთ ჩვენ გვეუბნებიან რომ თურმე ჩვენ ფულს ესე ხელაღებით ვერ დახარჯავენ. თუ მაგაზია ლაპარაკი, ქართული საზოგადოება, ქართულმა საზოგადოებამ გაასცა ამაზე პასუხი, რომ მათ უნდათ რომ მათი შეტანილი ფული ბიუჯეტში აი ამ ბავშვების ჯანმრთელობას მოხმარდეს და ამას არაერთი საჯარო გამოსვლა და მარში მოყვა, ხო ამას და ეს გამოდის და რაღაცას ბოდავს. უკვე მათ აღარ ეს არის რა, ბრო აი როგორ დამოკიდებულებაზე გვაქვს, ხო ლაპარაკი, ხო ეს უმძიმესი მოვლენა, რასაც ჩვენ უყურებთ ამათი მხრიდან. ამათ არანაირი სოლიდარობის, არანაირი თანაგრძნობის განცდა არ აქვს. ხო, ამას წინათ თავისუფლების მოედანი ყოველ ხუთშაბათს 7 საათზე ხო უზენაესთან აქციას ვატარებთ და იქ ვისაუბრეთ ამაზე და მაშინ თქვი რომ ძალიან საგულისხმო არის რომ ამ ცივილიზაციის დასაწყისად ითვლება ის მომენტი, როდესაც ადამიანებმა, უпростоეთ ადამიანის მაგვარმა არსებებმა ერთმანეთზე ზრუნვა დაიწყეს. ემპათია გამოავლინეს. ხო, ემპათია აი 1,850,750 წლის წინანდელი ჰომო ერექტუსები, ჰომინიდები, რომლებიც კავკასიაში აღმოაჩინეს, მათ აქვს ისეთი დაზიანებები და თავისი ასაკი და ისეთი ასაკი იმ დროისთვის ძალიან დიდი ასაკი და ისეთი დაზიანებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი დამოუკიდებად ვერ იარსებებდნენ. და ეს ნიშნავს იმაზე, რომ ეს ჰომინიდები თან რო შეგეხედა, უფრო მაიმუნებს გავდნენ, ვიდრე ადამიანებს. და წარმოიდგინეთ, ეს მაიმუნები ზრუნავდნენ ერთმანეთზე და იმ ადამიანებმა, რომელიც
ახალგაზრდობაში დაზიანებები მიიღო დიდ ასაკამდე მიაღწია იმ დროისთვის დიდ ასაკამდე. ანუ დიდი ხნის განმავლობაში ვიღაცები მასზე ზრუნავდნენ, მას იცავდნენ, საკვები მიქონდათ მისთვის და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ამას აკეთებდნენ მაიმუნები ზრუნავდნენ ერთმანეთს და ამათმა ვერ აჯობეს იმ მაიმუნებს. იმდენი რომ აი ეს ემპათია და ადამიანებზე იზრუნონ, მათ არც ბავშვები აინტერესებს, ხო? 400,000-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი საქართველოში. ეს არის ესეთ ქვეყანას ვაშენებთ, თუ ქვეყანას ვაშენებთ, სადაც ჩვენ ადამიანები ვზრუნავთ ერთმანეთს. ეს ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლება ჩვენთან უნდა იყოს დაქირავებული იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთზე ზრუნვაში ხელი შეგვიწყოს. და არა იმისთვის, რომ აი ეს ვიღაც აბსოლუტურად შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები პოლიტიკაში, ხო, რომ ბიძინა ივანიშვილი აი ეს რაღაცა ოლიგარქი რო არ ყოფილიყო სახელისუფლების სათავეში და ესენი უბრალოდ მარიონეტებად რო არ დაესვათ თავიანთი ბუნებრივი განვითარების გზით ისინი რაღაც აი მინიმალურ პოზიციებსაც ვერ დაიკავებდნენ საჯარო სტრუქტურებში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბლუყუნები საერთოდ ეტყველება არ შეუძლიათ ადამიანებს. ან როგორ ლაპარაკობენ, ან როგორ ფიქრობენ, ან როგორ იქცევიან. ესეთი ადამიანები პოლიტიკაში ვერ ხდებიან. წარმატებით აქვს. პროპაგანდის მანქანა მაინც წარმატებით. პროპაგანდის მანქანა ამათი აწყობილი არ არის. ხედავთ ხო? ეხლა ესე ყოველდღე ერთი წელი ამუშავებენ ამ ევროკავშირის წინააღმდეგ გადაცემები ევროკავშირის წინააღმდეგ განცხადებები და თან უმაღლეს დონეზე ხა პარლამენტის თავმჯდომარე მიმაგრებულია მაგაზე. კი, დილით იწყებს გერმანიის ლანძღვა. მარტო გერმანელები არა. ნუ ძირითადად გერმანიის მასა განსაკუთრებული სენტიმენტები. ეს არის ასე ვთქვათ ტარგეტირებულად პირდაპირ დამიზნებით რომ შვენი ერთ დღეს ევროკავშირის გამო საქართველოს ხარს ვერ რეაქცია აღარ ქონდეს როგორც 28 ნოემბერს. ახლა ის რო აღარ მოხდეს, როცა რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, არავინ ქუჩაში აღარ გამოვიდეს. ამაზე არის ეს გათხოვა, ხო, საბოლოო ჯამში. გასაგებია, მაგრამ აი ეს არ არის ეს არ არის ამათი შექმნილი სისტემა. ამათ ვერაფერი საერთოდ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ამათმა ვერ განახორციელეს დამოუკიდებლად. ანუ ამისი რეალურად ამისი შესაძლებლობა არ აქვს. აი სულაც გულით მოინდომო რომ რაღაცა გააკეთონ, იმას ვერ გააკეთებენ, რომ შეუძლებელია რა გააკეთეს, იპოდრომი რო შეგვირდა თუ რაღაცა ცენტრალ პარკი რო გააკეთებინა, იქაც ცათამბჯენები. იმიტომ რომ ეს ხალხი ერთის მხრივ არის უნარო და არაპროფესიონალი და მეორეს მხრივ არის კორუფციაში ჩამხჩვარი. რაღაცა ეს სკოლის ფორმებზე გველაპარაკებიან, წარმოიდგინეთ, დაიქცა განათლების სისტემა და ამათ უნდათ აი ეს ფასადურად თან ისიც ჯერ უნდა ბევრი ფული დახარჯონ და თავიანთ კომპანიებს ფული აშოვნინო და მე კიდე ეს უნდათ ამ გაჭირებულ ხალხს აყიდინო, როდესაც სხვა ტანსაცმელი გაცილებით იაფიჯდება, ვიდრე შენ რო სკოლის ფორმა კონდეს. და აი ამ მდგომარეობაში სხვა ტანსაცმელი შენ შეგიძლია ბავშვი სკოლაში წადარო და სხვაგანაც ატარო და თუ გიჭირს არ დაგჭირდება ბევრი ტანსაცმელი და ბავშვისთვის და ეხა აიძულებენ რომ სკოლის ფორმაც იყიდოს და სხვა ტანსაცმელი ხო ისედაც უნდა იყიდოს რომ ბავშვი სხვაგან წაიყვანოს. ეს სკოლის ფორმა თან რამდენი ზომა აი ამას თვითონ ვერც დაამენეჯმენტებენ. აი ნახეთ რა ამბავი ერთი ხო არ ექნება ბავშვი. არა, პირველი და მე-6 კლასამდე არის ბავშვები იზრდებიან კვირაში ერთხელ იცვლიან ფეხის ზომას, ტანსაცმლის ზომას და ხო ვიცით რა, ხო ვისაც ყოლია. ხო შვილები რომ რაღაცა და ერთმანეთისგან ვითხოვთ, ვიღაცას დაუპატარავდება, ჩვენ მოგცემს, ან ვიყიდით, მე სხვას მივცემთ და ასე. ხო რა, წარმოიდგინეთ, ეხლა ამხელად ვირთია, ნუ ეხლა ეს არის მინიმუმი, რაც ეხლა კიდე შეიძლება ითქვას რა, საერთოდ ყველაზე თუმცა ეს ჩაეშალათ როგორც მივხვდი რაღაც. ჩემი აზრით ტენდერი რომელიც არა, მე თავპირველად რო გავიგე, მე ვთქვი რომ ამას ესენი ვერ გააკეთებ. იმიტომ რომ აი ეს შეუძლებელი. ანუ ვერაფერს ესენი ვერ აკეთებენ. აი უნარო ხალხი არის. შეიკრიბნენ არაპროფესიონალი. ჩვენ არ გვინდა, ჩვენ არ ვქირავთ. არ გვინდა ჩვენ ქართულ საზოგადოებას, რომ დავიქირავთ ვიღაცა არაფრის მაქნისი, უნარო, კორუმპირებული ხალხი და ჩვენი ფული მივაბაროთ. ამას ხო არ ვიზავთ, არა? აი მაგალითად კორპუსში რო ვაგროვებდით რაღაცის გასაკეთებლად მეზობლები ფულს. ხო, ყველაზე ხა ხელიდან წასული ადამიანი ვინც არის და ზუსტად რო ვიცით რომ რაღაც სხვა რამეში დახარჯავს, ან მოიპარავს, ან რაღაცა სხვა რამეში გამოიყენებს, ხო? იმას ხო არ ვაბარებთ არა ამ ფულს, ან არ იცის ეს საქმე როგორ მოაგვარ. იგივენაირად არის ქვეყანაშიც და ადამიანებს ამათ მიმართ, აი პროპაგანდაზე რო ლაპარაკობ, ეს პროპაგანდას მათი მოგონილი არ არის. ერთ-ერთი რუსული არის. ანუ ეს საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი რუსული ხა ნებისმიერი ამას ტელეფონზე სკროლულსაც ხდება ხოლმე, მაგალითად რუსეთის აი ამ რაღაცა იმეებში, სოფლებში და იმაში გამოკითხები რო არის, რომ იქ ვიღაცა ქალები და კაცები რო ლაპარაკობენ რა უბედურებაში ცხოვრობს ევროპა და როგორ უჭირს ევროპას და როგორ არის წამხდარი ევროპა და ფონზე რო შეხედავ, ისენია, რა ქვია, მარტო გუბეებია იმ ხელა რომ იხჩობა ხალხი შიგნით. და რა მანქანა შეიძლება
გაუჩინარდეს და არაფერი არა აქვს ჩამოთხოვებული ეს გაუბედურებული, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები. იგივე მოდელში ვაცხოვრობენ ჩვენ. ეხლა წარმოვიდგინე, იმერეთში ხო ვიყავით 10 დღე მოვიარეთ იმერეთი თავისუფლების მოედანმა. 10 დღე ვიყავით აჭარაში და ეხლა მივდივართ კიდევ კახეთში ასეთივე ეს საქართველოს გულისთვის კამპანიის ფარგლებში რომ ხალხს ველაპარაკოთ და ეხლა იქ რო დავდივართ იქ ვეღარ ნახა უკვე ადამიანებს რომლებსაც ამაზე გული შეტკივათ გულწრფელად. არა მე საბოლოო ჯამში რეგიონებში მაინც მიდიან და არ მოსწონთ ეს ხელისუფლება, მაგრამ ხმას მაინც ამ ხელისუფლებას აძლევს. იცით რა და ეს ხალხი გადამწყვეტ ალტერნატივას ვერ ხედავენ. გადამწყვეტ მომენტს ხადია რაღაცა გარკვეულ ძლიერ ალტერნატივას ვერ ხედავენ და ასეთი კონკრეტული ერთი რაღაცა მეზოგადად ადრეც ესეთი დამოკიდებულება მქონდა რომ ერთი რაღაც ცხენზე ამხედრებული რაღაც ბელადი რო ყავს ეს დამაზიანებელია და ჩვენ მაგიტო გავერთიანდით მულტიპარტიული დემოკრატიის იდეით რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება რომ ერთ მცირე ჯგუფს კონდეს სრული ძალაუფლება, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი იდეებით მოვიდნენ და განზრახვებით ეს ძალაუფლება რყნის. და ეს არ ხდება მარტო საქართველოში, ეს არის მთელ სოფლიოში ესეა და ამიტომ არის ეს როტაციის პრინციპი და ასე შემდეგ, აი ესე რომ დაგვაჯდნენ უსასრულო თავზე, ესე არ ხდება არც ერთ იმაში და ეს ჩვენმა მაყურებელმა იცით. ამიტომ ხო და ამას ვამბობ, რომ მიუხედავად ამ პროპაგანდისა, კაცო, ამ ადამიანებმა უკვე თავის თავზე იციან, რო გამოდის ეს ადამიანი და გვეუბნება, რომ აია კარგი ცხოვრება, იქ ათლარად ხორცს გაყიდინებთ რა. ეს არ მატებს მათ მხარდამჭერებს, იმიტომ რომ ეს ხალხი კიდევ უფრო ღიზიანდება, კიდევ უფრო ნერვები ეშლება, იმიტომ რომ მათ იციან, რომ მათი შვილები, მათი ოჯახის წევრები, მთელი ოჯახები არის გახიზნული ევროპაში, იმიტომ რომ იქ არის უკეთესი ცხოვრება, იქ არის მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და ასე შემდეგ. მათ იციან, სადაც ცხოვრობენ, რომ ის რომ საჭმელი იყიდონ, მედიკამენტები შეიძინონ თუ რაღაც ელემენტარული კომუნალური გადასახადები გადაენ, მაგის ფული არ აქვს. ეხლა ადამიანი რომ გამოდის და გეუბნება, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, ეს პროპაგანდა არა, ის ადამიანები გაღიზიანებულები არიან და მოვა მომენტი, ეს გადამწყვეტი მომენტი დადგება ნამდვილად, როდესაც ეს ადამიანები ამათ ეტყვიან უარს და გაყრიან აი ამ ხელისუფლების მართვიდან. მაგრამ ამიტომია რომ მეც იშვიათად ხდება ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლებას აქებს, მაგრამ ვერ ხედავს ალტერნატივას და ამიტომ ზოგჯერ რჩება ამ ხელისუფლების მხარდამჭერად მაინც. ხო, არ აქებს. შეიძლება შენთან ერთად ლანძღავდეს. კი. მაგრამ ბოლოს ამბობს რომ რა ვქნა ეხა აბა ამათ მიცემ ხმას ოპოზიციას. ან ეს არის რაღაცა თითქოს მათი მთავარი იარაღი ქართული ოცნების. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ალტერნატივა დავანახოთ. თავისუფლების მოედანი ახალი პოლიტიკური ძალა არის და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა სფეროში ძალიან ბევრი რამე გვაქვს გაკეთებული, ის ადამიანები ვართ, რომლებიც არ ფიქრობთ რომ ჩვენში არის რაღაცა განსაკუთრებული ცოდნა, რომელსაც მარტო ჩვენ სადღაც გადავწყვეტთ ვიღაცეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე რომ მათ არ ვკითხავთ. ჩვენ შიგნითაც ესე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჩვენ არა ვართ ისეთი პარტია, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს საკითხებს და ასევე განათლების რეფორმა იქნება, მასწავლებლების კორპუსის გაძლიერებაზე იქნება ლაპარაკი თუ სხვა და სხვა. ჩვენ ვართ ის ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ამის ცოდნა და გამოცდილება გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვართ ის ადამიანები, რომლებიც დაუძახებთ ამ ადამიანებს და ვკითხავთ, რომ თქვენზე რო უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ამაზე რას ფიქრობთ. იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან იქნება ეს დაკავშირებული და სხვა. ამათ რა უნდათ? იცი რომ ამათ უნდათ ეხა რომ რაღაცა ილუზორული სამყარო შექმნან, იმიტომ რუსეთში რაც მუშაობს, ყველაფერი არ მუშაობს საქართველოში. ესენი ხო იმ გაიდლაინებით და იმ ინსტრუქციებით მუშაობენ. და ეს არ მოხდება, მაგრამ ამათ ეხა რუსეთში რა რაქნეს, ხო რომ ფაქტიურად პარალელური რეალობა აქვს შექმნილი. რომ იქ ვერაფერს ვერ იტყვის სოციალური ქსელები, აკრძალულია ცენზურა არის კატასტროფულ დონეზე, მაგრამ თუმცა ჩვენთანაც არ არის უკვე ნაკლები, ხო ეს ოპოზიციური ტელევიზიები აღარ არსებობს და ასე შემდეგ. და ადამიანებიც გააქციეს. ესენიც იგივე საკეთებენ, რომ ადამიანებს ეუბნებიან, რომ შენ თუ განსხვავებულად ფიქრობ, წადი, აქედან მოშორდი და იქიდანაც ვერ მიიღებ შენ მონაწილეობას არჩევნებში. შენ ხმის უფლების გარეშე გაგაძევებ, ფაქტიურად ეს არის გადასახლება ამ ადამიანებს. აიძულებენ რომ გადასახლდნენ და თან გადასახდნენ ხმის უფლების გარეშე. რომ აქ დარჩეს ის ხალხი, რომელიც
უკიდურეს გაჭირვებაშია და 300 ლარიანი ხელფასის, 500 ლარიანი ხელფასის დაკარგვის შიშით მიაცემინონ ხმა და ასე გააყალბო არჩევნები, იმიტომ რომ არჩევნები ჩვენ 2004-ში 300 ვამბობთ, რომ არჩევნები არ ყავდება ხო არჩევნების დღეს. არჩევნები ყავდება მანამდე, როდესაც ეს ადამიანები გამოტენეს ეს სიპები, გაუგებარი ხალხით, გაზარდეს ეს ბიუროკრატიული ხარჯები. რატო? იმიტომ რომ ამათი ხმები რო იყიდონ და ეს ადამიანები ტიტუშკებად გამოიყენონ, მაგრამ უკვე მათი მხარდაჭერაც აღარ აქვს, იმიტომ რომ ის არა ადამიანობა, ის არახუმანური დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვს ადამიანების მიმართ, რომ აი გოგოს რო უნივერსიტეტის წინ დაიჭერ თავს სტუდენტს და ციხეში წაიყვან, ეტალით რომ მოგაკითხავს ბავში, რომელსაც კუნთოვანი დისტროფია აქვს და გეხვეწება რომ წამალი მომეცი, იმას ცინიკურად და აგდებულად ელაპარაკები წარმოიდგინე. 400,000 მშიერი ბავშვი რო ყავს და შენეუბნები რომ ფორმაჩა ლაზარეში რო არის, რომ შია და იცეკვე რო ეუბნება, ხო? დაახლოებით ეგეთი ისაა, რომ ბავშვებს გული მისდით, გაყვეთილებს და გონებას კარგავენ შიმშილისგან და ესენი ეუბნებიან რომ ფორმა უნდა ჩაგაცო ახლა. წარმოიდგინეთ რა დონის ცინიზმია და ამათი მომხრეები ახლა რაც არ უნდა ილუზორული სამყარო შექმნა, რაც არ უნდა პარალელური რაღაცა სინამდვილე შექმნა, ამათი თან როგორ უნდა გადმოიბიროს ესენი. ანუ ახე დღეს ოპოზიციაში ფაქტობრივად არ არის პარტია, რომელიც მოახერხებს ქართულ ოცნების ამორჩევლის წამოყვანას. ყველა მე მეჩვენება, რომ ყველა პარტია მუშაობს ისედაც ოპოზიციურად განწყობილ ამორჩეველზე და ეს საკმარისი არ არის, ხო, იმ გაყალბების, ზეწოლის და ასე შემდეგ გადასაფარად, რომელიც მე არჩევნებზე ხდება. რაზეც თქვენ თქვით, ხო, ხა გაყალბებას ვეძახით, არა მხოლოდ რაღაც საბრას ჩაყრას, არამედ თქვა წინასწარ მოსყიდვას და აშინებას და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გადასაფარად საკმარისი არ არის აღმოჩნდა, ხო, 2024-ში ეს. და უფრო მეტი გჭირდებათ ქართული ოცნების ამორჩევლების წამოყვანა. ამას ნუ ერთადერთი გახარია ახერხებდა, მაგრამ ნუ გახარია ხა თვითონ გაქცეულია საერთოდ და ნუ იმიტომ რომ ივანიშვილმა ამიტომაც გააკეთა ყველაფერი, რომ ის გაქცეულიყო, რომ ის ართმევდა ერთ-ერთი ხმებს. დღეს ოპოზიციაში ხართ, პარტია არის, რომელიმე პარტია, რომელიც ქართული ოცნების ამორჩევლებზე მუშაობს, მოახერხებს მათ გადმობირებას, წამოყვანას. კი, რა თქმა უნდა. ამის შანსი თუნდაც თავისუფლების მოედანი არის ასეთი პოლიტიკური ძალა, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა რევანშისტული ძალა, რომელიც მაგალითად მოდის ხელისუფლებაში იმ ლოზუნგით, რომ აი ვიღაცებს უნდა გადაუაროს ან მაგალითად ქართული ოცნების ხარდამჭერების ისა ეს არის სუფთა ქართული ოცნების სტილი, რომ შენ თუ მე ხმას მაძლევ და მე ხელისუფლებაში მოვდივარ, მე შენი ხელისუფალი აღარა ვარ. შენ ვიღაც მარგინალიზებული ჯგუფი ხარ და მე შენ აღარ მოგემსახურები, შენობლებებს აღარ დავიცავ, შენს გაჭირვებაზე აღარ ვიფიქრებ და ჩვენ ვართ ზუსტად ის ძალა, რომელიც ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის გაძლიერება და განვითარება და ამ ქვეყნის გაძლიერება და განვითარება ნიშნავს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე ფიქრს. ამ ადამიანების სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის უმცირესობაში თუ მოექცევა ქართული ოცნების ჯგუფი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიძალადოთ მას. უბრალოდ დამნაშავე ვინც არის და ეხლა ვინც მოიპარა მაგალითად საბავშვო ბაღის რაღაც ბავშვის საჭმლის პული მოპარა, ხა ის ადამიანები ცხადი აგებენ პასუხს, მაგრამ ის რომ შენ ქართული ოცნების გჯეროდა და მხარდამჭერი იყავი, აქ არანაირი პრობლემა არ არის, ხო? ამადა ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მაქსიმალურად მათზეც უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ყველაზე მეც იმისთვის რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციურად განწყობილები გახდნენ, ამისთვის ყველაზე მეტად იბრძვის ქართული ოცნება თავად. იბრძვის კიდევ მეორე. ისეთ რაღაცებს აკეთებს. მათი მხარდამჭერი, რომელიც კმაყოფილი იყოს ამ ხელისუფლებით, არ მინახავს. ვინც ხდება მათი მხარდამჭერი, ისიც ისევე აკრიტიკებს შენთან ერთად, როგორც ჩვენ ამ ხელისუფლებას. მაგრამ ბოლოს მაინც მას აძლევს ხმას, იმიტომ რომ შეიძლება რამე სხვა მიზეზები აქვს, მაგრამ არგუმენტად ასახელებს, რომ ოპოზიციაში, ოპოზიცია უარესია. ხო, მაგრამ როდესაც დაინახავს ალტერნატიულ ძალებს და დაინახავს რაღაც გარკვეულ კონსოლიდაციას და მიხვდება იმას და ჩვენ კარგად უნდა აუხსნათ, რომ აღარ უნდა მოხდეს საქართველოში ის, რომ ერთი ძალის გარშემო იყოს მთლიანად კონსოლიდირებული ძალაუფლება. ჩვენ მაგას ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანამშრომლობას, სხვადასხვა პარტიები, ეს უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, სადაც კონტროლის მეტი მექანიზმი იქნება, სადაც ეს თუნდაც უმრავლესობაში ყოფი პარტიები ასევე აკონტროლებენ ერთმანეთს და რაღაცა ერთ კლანის ხელში არ იქნება ძალაუფლება ისე როგორც ეხლა არის და ამის აი ზუსტად რომ ამაზე ველაპარაკოთ, ეს განვუმარტოთ ის და დავანახოთ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ რეალურად გვესმის მათი პრობლემები. უბრალოდ რაღაცები ჩვენ თბილისში კი არ ვიცით, რომ მათ რაღაცა ჭირდება. ჩავდივართ და იქ ვეკითხებით, მიუხედავად იმ ჩვენი წარმოდგენებისა, სხვათა შორის, რომ რაღაცებს წინასწარ ჩვენ კვლევებს ვატარებთ, რომ რეგიონებში მაგალითად რა პრობლემებია, მაგრამ რო ჩადიხარ ადგილზე, ბევრი
ძალიან განსხვავებული პრობლემა ხდება, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ქონდა და ეს ამ ინფორმაციის დაგროვება, ამაზე ზრუნვა, აი ამ პრობლემების გადაჭრის პროფესიონალური გზის ჩვენება, ჩემი აზრით არის უმნიშვნელოვანესი. და ეს არის სამუშაო. ეხლა ჩვენ გასაგებია, რომ ქართული ოცნების რაოდენობა რესურსები ამ ალიანსში შესვლა ამ შანსებს ხო არ ამცირებს თქვენი პარტიისთვის, რომ რაღაც განსხვავებული გზა არა მგონია, იმიტომ რომ ალიანსი თავისთავად არ არის ერთ პარტიად გადაქცევა. ალიანსი არის საკოორდინაციო გაერთიანება, რომლის მიზანიც არის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და საერთაშორისო წრეხი გაძლიერდეს. ამ მიმართულებით ეხლა ჩვენ ისედაც ახლა ალიანსის რაღაც შეთანხმებაზე, თავდაუსხმელობაზე და ეთიკის კოდექსზე უაწერდით თუ არა ხელს, ხო ამ ძირითად პრინციპებზე ოპოზიციის უმრავლესობა ისედაც ხო თანხმდებოდა. უბრალოდ რაღაცა ქცევის წესებზე შევთანხმდით, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა პარტიამ რომ ეს სინერგიული ეფექტი რომ მოხდეს, ყველა ერთად კი არ უნდა მოხდეს, ერთეულად პოზიციონირება. არამედ ყველა პარტიამ დამოუკიდებლად უნდა ანახოს თავისი სიძლიერე და თავისი შენატანი და შემდეგ უკვე თან ესეც არ არის საარჩევნო გაერთიანება. ხო, აქ ჩვენ ეს ალიანსი არის საკოორდინაციო გაერთიანება ოპოზიციის, ეს არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ ეს იქნება აუცილებლად ერთიანი სია, ხო? ერთიანობაზე ლაპარაკობს ოპოზიცია, რაღაც ერთიანობამდე უნდა მივიდეს მერე. არჩევნებში? ხო, არჩევნებს გააჩნია. ეხლა რა კონფიგურაცია იქნება, მე რა ვიქ, როგორი სიტუაცია იქნება, ანუ ეს კვლევებიც რაც გვაჩვენებს, ანუ შეიძლება გარკვეულწილად თქვენ რასაც ამბობთ, რაღაცა ინტერესების შეჯახება იყოს ამ მომრჩევლის. რა პარტიებზე არ მაქვს ლაპარაკი, რომ ერთი მაგალითად გუნდის ამომრჩეველმა შეიძლება რაღაც თავი შეიკავოს ვიღაცასთან ასოცირების გამო ამ გუნდის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად მოსაფიქრებელი და ისე გასაკეთებელი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეს მხარდაჭერა მივიღოთ საზოგადოებრივ, უბრალოდ გავაფორმოთ ეს მხარდაჭერა, რომელიც არის რეალურად, უბრალოდ რაღაცნაირად ცოტა არის გაფანტული ეს ყველაფერი და ამას ჭირდება ძალიან მკაფიო მუშაობა იმისთვის, რომ ფოკუსირება მოხდეს აი ამ მხარდაჭერის და გარდაიქმნა საარჩევნო ხმებში, თორე აი მართლა უკვე ქალაქშიც თუ სოფელშიც რომ დავდივართ, ამაზე კარგი ხელი და ამათი მყარებელი აღარ დარჩა უკვე და აი რაღაცა ისე ერთადერთი გეუბნებიან, რომ აი მაგალითად არ გამომაჩინო რაღაცა ფოტო არ გადამიღო რა, იმიტომ რომ ეს არის წნეხი, მაგრამ როგორც კი დაინახავენ რომ ამ ქვეყანაში მათ შორის 26 მაისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ პერმანენტულად, პერიოდულად რაღაცნაირად ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და მე მგონი ეს დღეც უნდა გამოვიყენოთ. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. რეზო აფხაზავა, თავისუფლების მოედნის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. დაგვევდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ საერთაშორისო თემებზე ვისაუბრებთ, ტრამპის ვიზიტი ჩინეთში, შემდეგ პუტინის ვიზიტი, რა ხდება ირანთან დაკავშირებით, რა ხდება უკრაინის ფრონტზე, გიორგი ლოლაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში საერთაშორისო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. იცით რომ ჩინეთი არის ფაქტობრივად ეს დღეები ცენტრი სოფლიო პოლიტიკის, ჯერ ტრამპი იყო ჩასული, შემდეგ პუტინი ჩავიდა. ხედავთ რომ ძალიან დიდი ცვლილებებია რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინა ფაქტობრივად უკვე მოსკოვს ბობავს და ასევე განაახლა ბუქარები ტრამპმა ირანის მისამართით, კვლავ რა თავდასხმით დაემუქრა ომის განახლებით, თუმცა მერე გადადო და თქვა რომ საუდის არაბეთმა და ყატარმა მთხოვა ну და აქეთ საპასუხოდ ირანი მათ ემუქრება და ამბობს რომ ასეთ რამეს ამბობს გოშაქთა კორპუსი ირანის თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება ომი რეგიონს გასწდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ფერფლად გაქცევთ ხო მოკლედ როგორია ომების მიმართულებით მდგომარეობა დღეს ამაზე ვისაუბრებთ გიორგი ლოლაძე შემოგვიერთდა მოგესალმებით გიორგი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მოდი ამ ჩინეთის თემით დავიწყო ტრამპი და ტრამპის მიერ თითქოს არ გააცივა ადგილი ასე თქვა პუტინი ეგრევე ჩავიდა და რაღაც ყველა სი ძინპინთან მიდის და რა ხდება ასე ყველა გზა პეკინში მიდის უკვე. ეგრეა, კი, მოგესალმები. მე ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს დამთხევა იმან გამოიწვია, რომ ტრამპმა ბევრჯერ გადადო თავისი ვიზიტი პეკინში, ირანში ომის გამო, თორე რამდენიმე თვით ადრე უნდა შემდგარიყო ეს ვიზიტი. თუმცა ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ნაწილად დავიწყებ პუტინის ვიზიტით. ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა რუსეთი და რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩინეთი, იმიტომ და მას შემდეგ რაც დასავლეთისგან მისი იზოლირება მოხდა და უწესდა სანქციები და ასე შემდეგ, ერთის მხრივ ჩინეთი გახდა მთავარი შემსყიდველი რუსული გაზის დანავთობის და მეორე მხრივ რუსული ბაზარი კიდევ უფრო მეტად დაიკავა ჩინურმა პროდუქციამ, რა ტენდენცია ზომამდეც იყო. ახლა რა ტენდენცია ამ შემთხვევაში ხო ჩინეთისთვის რუსეთი არის გაზის მეორე ადგილზე მიმწოდებლებში თურქმენეთის შემდეგ
და ნავთობის მთავარი მიმწოდებელი დაახლოებით 20%-ის. მას შემდეგაც ჰორმუზის სრუტე დაიკეტა და ბლოკადაშია ირანი და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გახდა მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის რუსული ნავთობი და რუსული ენერგორესურსები. თუმცა ჩინეთს აქვს ერთი სტრატეგია. მას აქვს ძალიან დივერსიფიცირებული საკუთარი ენერგორესურსების შესყიდვის წყაროები და ეს პირდაპირ მათი სტრატეგია, რომ არ უნდა იყოს ერთი ქვეყანა, რომელზეც იქნებიან ისინი დამოკიდებული, იმიტომ რომ ამ არასტაბილურობამ შეიძლება ძალიან სწორი სტრატეგიაა და ამ მიმართულებით თავარი კითხვა იყო, შეთანხმდებოდნენ თუ არა პუტინი და სი ძინფინგი ციმბირის ძალა 2-ის ახალი გაზსადენის მშენებლობაზე, რომლითაც კიდევ უფრო მეტი გაზის მიღება შეძლებდა ჩინეთი. ამაზე ვერ შეთანხმდნენ. ჩინეთი თხოვს ძალიან კაბალურ პირობებს, თხოვს იგივე ფასში გაზს, რაც რუსეთშია შიდა მოხმარებისთვის და საკუთარი მოსახლეობისთვისვე და სხვა ტექნიკური მიზეზებით ჭედავს. რეალური მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ჩინეთს არ უნდა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს რუსეთზე დამოკიდებულება ამ გაზის მიმართულებით და ამის გამო რუსეთს ძალიან სურდა ამ შეთანხმების მიღწევა მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ჰორმუზის სრუტაში ხდება და ამ მიწოდების ჯაჭვების დარღვევის შემდეგ, მაგრამ ამაზე ვერ შედგა შეთანხმება. ამის გარდა რაც შედგა, არის ცოტა დეკლარაციული განცხადებები, ხო? ერთი მაგალითად გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია იმის გამო, რომ ამ ოქროსფერ გუმბათს ქმნის სარაკეტო საფრთხეებისგან დაცვისთვის და ეს არის გლობალური არასტაბილურობის წყარო. გააკრიტიკეს ამერიკა ასევე იმის გამო, რომ არ განაახლა მან ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვის ხელშეკრულება რუსეთთან და ამის მიზეზად ამერიკის შიგნით დასახელდა ეს, რომ ჩინეთი მაღალი ტემპებით ახდენს ბირთვულ იარაღებას და ჩვენც უნდა ავყვეთ ამ ტემპში. და 47 გვერდიანი ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს სი ძინფინგმა და პუტინმა, სადაც საუბარია რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის დაცვა და რატო არ უნდა დაარღვიონ ეს სამართლის სხვა ქვეყნებმა პუტინის თანაავტორი ამის. ეს იყო ძირითადი შედეგები. კი უფრო საინტერესო იყო ალბათ ტრამპის ვიზიტი, ხო, ჩინეთში, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი შედეგი ვნახეთ. შედეგის თვალსაზრისით პუტინმა თავის თავარ მიზანს ვერ მიაღწია, ხო? თავარი შედეგი არის ის, რომ სავაჭრო ომი არ გაგრძელდება, ეს ვიცით. ტარიფების ომი არ გაგრძელდება. ის ზავი, რაც მათ სამხრეთ კორეაში, ბუსანში შეხვედრაზე მიაღწიეს, ძალაში რჩება 47% მაქსიმალური ტარიფი ჩინეთისთვის. ქვეყნები შეთანხმდნენ იმაზე, რომ 250 ცალ ბოინგისთვის ფინანს იყიდის ჩინეთი. შეთანხმდნენ, რომ $10 მილიარდი საქონლის ხორცისა და სოიოს ექსპორტს გამოახდენს ამერიკა ჩინეთში და ამერიკის მიზანია, რომ ის 200 თუ 300 მილიარდიანი სავაჭრო დეფიციტი, რაც გააჩნია ჩინეთთან, დააბალანსოს ამ გზით. და ზოგადად ტონი იყო საკმაოდ კონსტრუქციული, საქმიანი და პომპეზური და ხვედრა მოუწყოს დონალდ ტრამპს. ტრამპმა თქვა, რომ ნახეო უყურეო და პუტინს ასეთი პომპეზური დახვედრა არ მოუწყოს. და როგორც მე თავარი მაინც ტაივანის ჭრილი ახლდა ამ საკითხს და ეს განცხადება, რომ ტაივანის დამოუკიდებლობას არ დავიცავდა ასე. ხო, ეს რა სიგნალებია? მოლოდინები იყო, შეცვლიდა თუ არა ამერიკის ტრადიციულ პოზიციას ტრამპი და პრინციპში ეს არ შეუცვლია, რომ არც დამოუკიდებლობა, მაგრამ არც ცალმხრივი ჩარევა ამ წესრიგში. თუმცა მან უფრო ვაზოვანი განცხადება რაც გაკეთა იყო ის, რომ ტაივანს არ დავიცავო პრაქტიკულად. ეს თქვა მაშინ, როცა წინა ადმინისტრაცია ბაიდენის ხშირად ამბობდა, რომ ჩვენ სამხედრო ძალით დავიცავთ ტაივანს. ნენსი პელოსიც იყო ჩასული დემოკრატი სპიკერი კონგრესის ტაივანში გახსოვთ. ასევე ვაზოვნება დატოვა ტაივანისთვის მისაყიდი $14 მილიარდი შეერაღების საკითხზე, რომელსაც ესე ვთქვა საკანონმდებლო დონეზე მიღებულია ეს გადაწყვეტილება, რომ ეს იარაღი უნდა მიყიდონ ტაივანს, მაგრამ მან დატოვა სიცხადის ნაკლებობა გადასცემენ თუ არა ამ იარაღს ტაივანს და შედგება თუ არა საბოლოო შეთანხმება. შეიძლება სექტემბრამდე არ მოხდეს, როცა სი ძინფინგი უნდა ეწვიოს ამერიკას. შეიძლება რამეში ტაივანი გაუცვალოს, მაგრამ ესე ვერ გაუცვლის, იმიტომ რომ ამის უფლებამოსილება არა ირანზე არ აქვს ჩინეთს ეგეთი გავლენა, რაღაც შეიძლება ჩინეთი კი არ აკონტროლებს ირანს თუ რაღაცაში გაუცვალოს, მაგრამ ზოგადად შეზღუდულია ტრამპი, რომ სურდეს რაიმე დათმობა ტაივანის მიმართ, იმდენად დიდია პარტიული მხარდაჭერა კონგრესში ტაივანის მიმართ და ჩინეთის საფრთხე იმდენად გააზრებულია, რომ არ ამგონია ეს მოხდეს, თუმცა თავისთავად ის რიტორიკა, რაც მას აქვს, რომ ტაივანმა ჩიპების წარმოება წაგვართვა და გძარცვავს და ასე შემდეგ, ეს ცუდის ნიშანია ძალიან, მით უმეტეს ტაივანის შიგნითაც
საზოგადოებრივი აზრი მზარდია პროჩინური, არის ოპოზიციური პარტია კომინდანი, რომლის ლიდერიც ტაივანის ოპოზიციის ლიდერი ჩავიდა ჩინეთში. ან დაახლოებით როგორც ხოცა ჩვენი ოპოზიციის ლიდერები რო ჩადიოდნენ მოსკოვში დაახლოებით ეს არა ზუსტი ანალოგია, მაგრამ ესენი ერთი ხალხი არიან. ხო, ერთი ხალხი არიან, მაგრამ დაპირისპირებული. ხო, დაპირისპირებული არიან, მაგრამ ეს ტაივანის ოპოზიციის ზოგადად ეს ტაივანის შეგნის საზოგადოებრივი აზრზე როგორ მუშაობს ჩინეთი, ხო, ორი ძირითადი არგუმენტია. ერთია ჩვენ იმდენად დიდი და ძლიერები ვართ, რომ ერთმან უკნას ჩვენთან ომი დაგჭირდეს თქვენ და მეორეა რომ ჩვენ ვართ აი პარალელურად შეგარ რუსეთით ჩვენზე როგორ მუშაობს? ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო, ერთი კულტურა გვაქვს, ერთი ენა გვაქვს, ერთი ყველაფერი საერთო გვაქვს და არ უნდა ვიყოთ სხვადასხვა სახელმწიფო. ყველაფერი ნახე, ერთი ენა გვაქვს, ვერ გვეუბნება რუსეთი, მაგრამ ერთი სარწმუნოება გვაქვს, აღას ხო გვეუბნება ერთმარწმუნოები ვართო. და თავარი რითიც გვაშინებს არის ეგ ზუსტად, რომ ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ და ერთმან უკნას ჩვენთან ომი დაგჭირდება. თუმცა ეხლა ტაივანს სხვანაირი გარანტიები აქვს უსაფრთხოების ვიდრე ეს თუ მოიშალეს უსაფრთხოების გარანტიები მე რა ხდება. ხო, თუმცა ეხლა ეს ხო ტრამპი მუდმივი ხო არა 2 წელი გავიდა უკვე პრეზიდენტობის და ჩინეთის სტრატეგიას, აქამდე ყოველშაბათში არ ყოფილა ეს სამხედრო ინტერვენციით სადმე შესვლა და რამე ეგეთის გაკეთება. უფრო მეტად ის ცდილობს ძალიან აძლიერებს ჩინეთის საზღვაო ფლოტს გემთჩენებლობაში აქვს არნახული ტემპი უბრალოდ და ამ ყველაფრის მიზანი არის რომ საბოლოოდ სამხედრო ოპერაცია თუ იქნება, ეს იქნება საზღვაო ბლოკადის გზით და საჰაერო. შევთქვი რომ ახლა გასაგებია რომ ირანს არ აკონტროლებს ჩინეთი, მაგრამ მხარდაჭერა ხო აქვს მეტნაკლებად, არა? მაინც რაღაცა ერთ მხარეს მოიაზრებიან და ბევრი მაგალითად ირანში ომის დაწყებას უყურებს როგორც ამერიკა ჩინეთის დაპირისპირების რაღაც გაგრძელებას. ანუ ამისთვის დაიჩაერთო თითქოს ამერიკა ირანში ირანთან ომში რომ ჩინეთი დაასუსტოს და თავარი მოტივაცია ეს რომ ირანს არ ქონდეს ბირთვული იარაღი, ასევე ამერიკელები თვლიდნენ რომ ძალიან სუსტი იყო ეს რეჟიმი და კარგი ძო იყო რომ ის დაენხოთ. მე ამ მგონია რომ შეიძლება ვიღაც ამ ინტერპრეტაციას უკეთებს, მაგრამ მე ამ მგონია რომ ეს სწორი ინტერპრეტაცია, თუ გინდათ, აი ვიტყვი მოკლედ რა არის ჩინეთის და ირანის პარტნიორობა, მოგეხსენებათ სანქცირებულია ირანი ყველა მხრიდან, პირდაპირ მისგან ავტობის შესყიდვას კი არ შეიძლება და მალაიზიაში, სინგაპურში და სხვაგან რეგისტრირებული შუამავალი კომპანიების და ჩრდილოვანი ფლოტების მეშვეობით ამ ირანულ ნავთობს ყიდულობს ჩინეთი და ჩინეთი აი 90% შემსყიდველი იყო უბრალოდ ეხლა ძალიან უჭირს ირანს ბლოკადის გამო ნავთობის გაყიდვა შემსყიდველი. მეორე ხრი მათ ჰქონდათ რაღაც დონის სამხედრო პარტნიორობა, მაგალითად ბალისტიკური რაკეტების საწვავს აწვდიდა ჩინეთი რაღაც ტიპის შეერაღებას აწვდიდა, მაგრამ არა თანამედროვე შეერაღებას, რომელიც ყველაზე მოწინავე რაც აქვს. ასევე არის ის რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ნავთობის უდიდეს ნაწილს ჩინეთი ყიდულობს, ჩინეთი სარგებლობს ძალიან იმით, თუ ეს ქვეყანა სანქცირებულია და სხვა მისგან არავინ არ ყიდულობს, ამიტომ მაქსიმალურად დაბალ ფასში და მისთვის წამგებიან ფასად იყო ეს ყველაფერი. რაც თავია ვიცით რომ ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმით ბირთვული იარაღის გავრცელებას მსოფლიოში, ამის კატეგორიული მოწინააღმდეგე და ეს დეკლარირების დონეზე არა. ეს მათი პოლიტიკაა და ამას მართლა საფრთხედ თვლიან, აქედან გამომდინარე აი ეს ირანის და ჩინეთის პარტნიორობა არის სიტუაციური, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს აი რამე კონკრეტული მაგალითი რომ ამ ომის განმავლობაში მაგალითად იარაღი გაუგზავნა ჩინეთმა. როგორც ერთ ღერც ვერ გამიხილავთ. შეიძლება გამიხილოთ ერთ ღერძად იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკას მიიჩნევს ორივე საფრთხედ, მაგრამ ესენი არ არიან რაღაც ისეთი პარტნიორები, როგორც რუსეთი უფრო პარტნიორია ჩინეთის. აი, არც რუსეთი არა ეგეთი პარტნიორი, ეგეთ სიტუაციური მეგობრობა რუსეთის სისუსტეებითაც კარგად სარგებლობს ჩინეთი. მაგრამ ეხლა რო არა ჩინეთი, რუსეთი ამ ომში გაცილებით უკან იქნებოდა უკრაინასთან. ხო, განსაკუთრებით ტექნოლოგიების საკითხია ეს, რომელიც სამხედრო წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თავარია, ეხლა რაც უნდა დაასანქციოს ევროკავშირმა და ამერიკამ რუსეთი თუ ინდოეთი და ჩინეთი გააგრძელებენ მისი ენერგორესურსების შესყიდვას. მაინც რუსეთის ბიუჯეტი შეიძლება. კი ბატონო, ამაში გათანხმებით, მაგრამ მეტი შეუძლია მაშინ ესე ვიტყვი. ბევრად მეტი შეუძლია ჩინეთს გააკეთოს რუსეთის ფარდასაჭერად, რასაც არ აკეთებს. აი, მაინც იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს მხარეა ამ ომში და ასე შემდეგ. ამას მე არ ვიტყოდი. კი ბატონო, რაღაც მახსენეთ უკრაინის ომი, მოდი ბარემ ამაზე ვთქვათ, ეს ვითარება, რამდენად ბევრი ანალიტიკოსი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტი იყოს, დადგა რაღაც უკრაინის მხარეს გადმოიწიოს, ასე ვთქვათ, სასწორმა. რამდენად ეთანხმები ამას?
ავეთანხმები ეს მაინც ჩიხში შესული ომია, სადაც რაღაც ტაქტიკური წარმატებები ორივე მხარეს აქვს, მაგრამ სტრატეგიული გადატეხა ვეღარ ხერხდება, ხედავთ ჩვენ რამდენიმე წელია ფრონტის ხაზი გაყინულია და დიდი წინსვლა. აი თითქოს ეს რაღაც გაიგო. აი ჩიხში ზართული ზარი გაუჩნდა, ჩიხის კედლიდან ორივე მხარეს გამაგრებული აქვს ძალიან პოზიციები, ელონირებული თავდაცვით. რაშიც გაიღვა არის ის, რომ რადგანაც ფრონტზე წინსვლა იყო ეს რომ გამოფიტვის ომი. გამოფიტვის ომი ნიშნავს იმას, რომ ვისაც მეტი ჯარისკაცი ყავს, მეტი ჭურვი აქვს და მეტი რაკეტა აქვს, ის მოიგებდა ამომს საბოლოოდ, რადგან მეტი რესურსი ჰქონდა. ამ ლოგიკით, რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა მოეგო. მაგრამ ეს ჯაჭვი და ეს ლოგიკა დაარღვია იმან, რომ უკრაინამ განავითარა ძალიან მასშტაბური შიდა წარმოება, მილიონობით დრონს აწარმოებს და ეს დრონი იგივე ეფექტს იძლევა, რაც 5 წლის წინ ასაც იძლეოდა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი ან რომელიმე ტიპის რაკეტა. და ეს შიდა წარმოების განვითარება და ამის მასობრივი წარმოება უქმნის უკრაინას იმ დეფიციტის შევსების საშუალებას, რაც აქვს მაგალითად მობილიზების სისტემაში არსებული პრობლემის გამო და ასე შემდეგ და ჩვენ ვნახეთ რომ ჯარისკაცებით აღარ ომობს, ხო რაღაც მომენტში. ჯარისკაცებით ორი თავარი მიმართულება ვერ ჩანაცვლდება ბოლომდე, მაგრამ რუს ჯარისკაცებზე არა, უკრაინელი ჯარისკაცები არა, დრონები ნადირობენ. ორივე მხრიდან ნადირობენ, მაგრამ აქ თავარი რა არის, რომ ორი მიმართულება აქვს უკრაინას, როგორ უნდა მოიგოს ეს გამოფიტვის ომი. ერთი ეს მიხაილ ფედოროვმა თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ თქვა უმაღლესად და შესაძლოა ამტკიცებდნენ რომ თვეში უნდა მოუკლათ 50000 რუსი ჯარისკაცი და ეს ნიშნავს რომ რამდენის მობილიზებაც შეუძლიათ იმაზე მეტი მოკვდება და გამოფიტოა ეს ხო და ახლა არის სადღაც 35000 ჯერ 50000 არასნუ მეორე ეს რუსეთის ეკონომიკას აფინანსებს ძირითადად ნავთობის ექსპორტი ამიტომ უნდა ვიტყვათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ნავთობმოპოვებელ ობიექტებს ხო და მარტი იყო თვე, როდესაც სადღაც მე-13 რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის იყო გაჩერებული უკრაინული თავდასხმების გამო და ხედავთ დარტყმებს უკვე 1200, 1300, 1500 კილომეტრის მანძილზე. ამიტომ სანქციებმა ვერ გააჩერა ეს ნავთობი ინდუსტრია ფაქტია. იმიტომ ფაქტია ყიდულობს მაინც. ეხლა რაღაც ნაწილში ხო ბრიტანეთს მოხსნა, ამერიკამას. კი, ეს იმ ჰორმუზის სრუტის გამო კი ეგეც ძალიან ცუდი ამბავია, რა თქმა უნდა, იმიტომ ფასები მიდის და მე ეს უკვე შიდა პრობლემაა იმ მთავრობებისთვის, იმიტომ რომ ყველაფერს გაძვირება მას წინააღმდეგ მოქმედებს მე აქედან გამომდინარე უკრაინას აქვს ეს სტრატეგია ხო დავხოცოთ მაქსიმალურად მეტი რუსის სამხედრო და მათი ნავთობის ინდუსტრია გავაჩეროთ რომ მათ ვერ შეძლონ ამ თავისი ომის ეკონომიკის დაფინანსება ეს არ შედეგამდე მიიყვანს ნახოთ მაგრამ თავისთავად ეს ორი მიზანი ძალიან სწორადაა დასახული ხო იმიტომ რომ ყველას კარგად გვესმის რომ უკრაინას არ შეუძლია ესეთი რაღაც მასშტაბური კონჩეტების წარმოება რომ პირდაპირ მარიუპოლი აიღოს ან ყირიმში შევარდეს ან ლუგანსკში შევარდეს ხო ფრონტის ხაზი მაინც ურტყამს მომარაგების ხაზს. რა თქმა უნდა, უტყამენ ეკონომიკას უტყამენ და მომარაგების ხაზებს უტყამენ და საერთოდ ომის თეატრი ხო შეიცვალა. ეხლა ფრონტის ხაზთან ახლოს ქალაქებში, ეგრეთ წოდებულ ნასესფერ ზონას ასაც ეძახიან, რომ ნახოთ გზები როგორი. ხო ეს გზები არის გადახურული ამ სხვადასხვა რკინის მოწყობილობებით, რომ იქ დრონების თავდასხმების გამო მომარაგების ხაზები არ გაწყდეს და ორივე მხარეს ესენი აქვს გადახურული. მე კიდე ეს მიანი რა ქვია მას ის დრონები რომლებსაც ეს ამას რა ქვია და მოვისხდა კაბელი? ხო, აი კაბელები რომელ დრონებსაც აქვთ, იმიტომ რომ ჩამხშობი მოწყობილობებით კაბელიანი ზონის ჩამოგდება შეუძლებელია და არის რამდენიმე კილომეტრიანი კაბელები აქვს მიბმული ამ ზონას და ეს კაბელიანი ზონი ეს რომ მე ტექნიკას რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოსაა და ნუ ეს ინოვაციებში მხრივ შეჯიბრი მიდის და რომელიღაცა ინოვაციებში აშკარად აღმოჩნდა რომ უკრაინა წინ არის ამ ეტაპზე. კი, ამ ეტაპზე წინ არის, თუმცა მეორე მხარეს სწრაფად ითვისებს ამ ინოვაციებს და აქედან გამომდინარე მაინც ეს ჩიხური მდგომარეობა მხოლოდ იმის პროგნოზის საშუალებას გვაძლევს რომ კიდე დიდხანს გაგრძელდება ეს ომი. ხო, კი ბატონო და ბოლოს ახლა ირანთან დაკავშირებით ირანის ომი რამდენად შეიძლება განახლდეს და რა შეიძლება ამ მოხდეს რატო გადადო ტრამპმა თუნდა. ხო, რატო გადადო არ ვიცი, ძალიან რთულია ამის თქმა, იმიტომ ფაქტია რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ ხარების პოზიციები ძალიან განსხვავებულია. ირანის ულტიმატუმები არის იმდენად მკაცრი, რომ პრაქტიკულად იმაზე მკაცრი პოზიციები აქვს ირანს, ვიდრე ომამდე ჰქონდა მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ ეს ჰორმუზის სრუტის ამბავმა მათ აფიქრებინა, რომ ჩვენ უკეთესი ბერკეტი გვაქვს, ვიდრე ატომური ბომბის შექმნის შემთხვევაში გვექნებოდაო და რაღაც თვალსაზრისით მართლებიც არიან.
აქედან გამომდინარე და ამერიკული მოთხოვნები რაც არის ამ 440 კილოგრამი 60%-ზე მეტად გამიძებული ურანის გადაცემა სხვა ქვეყნისთვის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეწყვეტა, ბირთვული პროგრამის ლიმიტებში მოქცევა რაღაც რიცხვზე მეტად არ გამდიჯდეს ეს ურანი, ან საერთოდ ბირთვული პროგრამის შეწყვეტა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი მიუღებელია ირანის ამ რეჟიმისთვის. ბირთვულ პროგრამაზე ლაპარაკობენ ერთადერთი ლიმიტირებულ გამდიდრებაზე, მაგრამ სხვა ყველაფერი მათთვის წითელი ხაზია ამ 440 კილოგრამის გადაცემაც, დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტა, ტერორისტული და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე უნდა მიუახლოვდეთ ისევ ომის დაწყებას, ეს უბრალოდ ახლა დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია როდის ჩათვლის ამას მიზანშეწონილად. ფაქტია, რომ ისრაელის შიგნით ამის შესახებ უკვე კონსენსუსი არსებობს, რომ ეს გარდაუვალია და ძალიან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა მას გუშინ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და განიხილეს ეს საკითხი და როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუს ეს განცდა გადარჩა გარდაუვალია ომის დაწყება. მაგრამ საკითხავია როდის რა ფორმის და როგორ მოხდება ეს ამის თქმა ძალიან რთულია და დაველოდოთ. ხო, მაგრამ როდესაც ეს იმუქრება, ვთქვათ, ირანის მხარე, რომ ისეთ ადგილებში გაგრძელდება ომი, ვერცი წარმოიდგენთო, ფერფლად იქცევა და შემდეგ რას გულისხმობენ ამ შემთხვევაში? ნუ ირანმა ამ ომის განმავლობაში ყველაზე შორმანძილზე ობიექტი დასდევობა იყო დიეგო გარსიას ბაზა ინდოეთის ოკეანეში, ეს იყო მგონი 2000 კილომეტრზე მეტი. არ ვიცი რა გულისხმობენ, შეიძლება რაღაც უფრო შორმანძილზე, თუმცა ძირითადად ალბათ რეგიონს გაცდება. ხო, რეგიონს გაცდება, თუმცა ძირითადად სამიზნე რა თქმა უნდა მაინც სპარსეთის ყურის ქვეყნები იქნებიან, რომლებიც ირანთან ახლოს მდებარეობს და იქ ამერიკას ბაზები აქვს და ისედაც ეს ქვეყნები ეზიზღებათ ირანელებს და სიამოვნებით დავამბავენ კიდევ ერთხელ მათ ობიექტებს, სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტებს. ამ რეგიონული ომი აუცილებლად იქნება ეს ომი თუ განახლდა. მაგრამ სხვა გზაც აღარ ჩანს უკვე, იმიტომ რომ დონალდ ტრამპს ძალიან გაუჭირდება საკუთარ საზოგადოებას აუხსნას, რისთვის დაიწყო ეს ყველაფერი და შედეგი ვერ მიიღო. თუ ეს ყველაფერი უშედეგო დასრულდა, თან შეგახსენებთ, რომ შარშან უკვე თქვა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებული იყო და წელსაც ამის გასანადგურებლად დაიწყო ეს ომი. მოკლედ ნახოთ, რთული ვითარება გველოდება წინ. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი ლოლაძე იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მას ხვალამდე გემშვიდობებით.